გამარჯობა ამიკო. გამარჯობა. როგორი განწყობა გაქვს? ძალიან კარგი განწყობა მაქვს. დავად როგორ მოგიკითხოთ ბატონო წამყვანი. ძალიან მადლობა მოგეკითხვის. დიდი ხანია ტელემაყურებელი ელოდება შენს გამოჩენას, ამიტომ ძალიან ბევრი კითხვა იქნება დააგროვებული. მზად ხარ ამისთვის? კი, მზად ვარ. ჩვენ არ ვიცით რამდენად გულახდილი ხარ, მაგრამ ამას ბავშვები იოლად გაარკვევენ. თუ შეყვალ სტუდიაში მხოლოდ სიმართლის ლაპარაკი მოგიწევს, მაგრამ საჯერ შეგიძლია აარიდო თავი უხერხულ კითხვას. ეს წესები უცებ გაგაცანი. ეხლა ანახე მაყურებელს ხელები. კარგია, ბავშვები უკვე გელოდებია, შეგიძლია შეხვიდე სტუდიაში. გამარჯობა ბავშვებო, გამარჯობა. ამიკო, თუ შეიძლება უკვე გააცანი თავი ბავშვებს და შენ ამისთვის ერთი წუთი გვაქვს, რათა შენი მოკლე ბიოგრაფია გვიამბო. ამიკო, იგივე ამირან ჩოხარაძე. დავიბადე 1987 წლის 6 ნოემბერს, ზოდიაქ კოთი მორიელი, წელიწადი კატაკურდღელი, ვარ ძალიან კარგი ხასიათის, ვარ კეთილი, რაღაც საიდუმლოებები მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ აქ ვერ დავმალავ, ამიტომ შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა გამოვუშვათ, შევეცდები მე არ გამოვიყენო არიდება, კითხვაზე პასუხის არიდება. არ შემიძლია არ გამოვიყენო. შევეცდები ყოველ შემთხვევაში გააჩნია კითხვას. მოკლედ, არ ვიცი, მეტი რა ვთქვა, ბატონო წამყვანო. ძალიან კარგი. უკვე ყველაფერი მოგვიყევი, ისიც თქმას გინდოდა, დანარჩენს კი კითხვებიდან გავიგებთ. კომფორტულად მოთავსე და მოემზადე, რადგან ეს არის გადაცემა. შეგვიძლია დავისვათ კითხვები. გამარჯობათ, მარიამ თაწმინდაი 13 წლის. თვლით თუ არა, რომ ერთ-ერთი ჟიურის სამართლიან შეფასებას გიწერთ, ანუ ხოლმე. ნუ ზოგადად მე არ მიყვარს ხოლმე არც ერთი ჟიური, საერთოდ. არც ის მიყვარს, როდესაც მიმიწევს ხოლმე ნებისმიერ ან გადაცემაში, ან სადმე ჟიური რო ვიყო, არ ვამართლებ. იმიტომ რომ მიწევს ვიღაცის შეფასება. ზოგადად რთულია ვინმე შეაფასო. მინიმუმ შემსრულებელის დონეზე უნდა კონდეს რაღაც მაინც გაკეთებული, რომ შემსრულებელი შეაფასო. მე ეგეთი შეხედულება მაქვს. ერთ-ერთში ჟიურის რაც შეეხება, უკმაყოფილო ვარ ზოგადად. არ ვიცი, ეს მარტო ჩემი აზრი არ არის მგონი. მაგრამ ნუ შევეცდები მაქსიმალურად გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, რომ ჟიური აღარ იყოს ცუდი შემფასებელი. არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი შემიძლია რომ გავაკეთო. იმ ხრივ ეთანხმები ჟიურის რომ მეტი შემიძლია, მაგრამ იმ ხრივ არ ვეთანხმები, მე მართალი არ ვითხოვ არც ერთ 12 ქულას, მაგრამ არც 4-ის და 5-ის ღირსი ვარ, მე მგონი, არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ ბავშვები? პროექტი ერთი რას ელოდებით, როგორ შედეგებს? იყო ეგეთი კითხვა ჟიურისთან დაკავშირებით, ხო? ჩემთვის პირველი ჟიური, ერთადერთი ჟიური არის ხალხი. ერთადერთი ჟიური ხართ თქვენ. თქვენ შეფასებას უფრო მივიღებ, ვიდრე გადაცემაში სხდომი პატივცემული ჟიური. ანუ მართალია შეიძლება 3 ადამიანს განსხვავებული, 4 ადამიანს განსხვავებული აზრი ქონდეს, ჩემთან დაკავშირებით, ან ზოგს მოუწონდეს, ზოგს არ მოუწონდეს, ზოგს ჩემი წარსულის გამო არ მოუწონდა და ამიტომ არ მიწერდეს ქულებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ამ 4 ჟიურის დიდ პატივს ვცემ. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე უფრო ვითვალისწინებ მაყურებელს. იმიტომ რომ მე ზოგადად პროექტი რო დამთავრდება, ისევ მაყურებლისთვის უნდა ვიმუშაო და არა კონკრეტული 4 პიროვნებისთვის, რომელიც ერთ-ერთში ზის, მით უმეტეს 2 ადამიანი უცხოელი. და ვინ არის თქვენთვის ყველაზე ძლიერი კონკურსანტი? ჩემთვის ყველაზე ძლიერი, ან კონკურენტათვის მივიჩნევ ამის კითხვაზე. პროექტიდან გამომდინარე, ყველა მონაწილე ჩემთვის კონკურენტია. ზოგადად შიდა სამზარეულოში ეგ არ იგრძნობა, იმიტომ რომ მეგობრობთ ყველა ერთმანეთთან და გვინდა რომ ეს გადაცემა გამოვიდეს კარგი. თან პლუს ამას მე ამ ტელევიზიაში მუშაობ. ჩემთვის დიდი ინტერესია ის, რომ ეს გადაცემა გამოვიდეს კარგი. დიდი ინტერესია, რომ იდოს ძალიან დიდი შოუ. ანუ ჩვენ ახლა დავიწყეთ, ჩვენთვის ახალი ხილია. უცხოეთში შეიძლება ბევრი უყურებს და შედარებას აკეთებს ხოლმე, რომ აი რუსეთში როგორ მაგრად აკეთებენ, იქ ამერიკაში როგორ მაგრად აკეთებენ. გასაგებია, იქ უფრო დახვეწილია ყველაფერი, ჩვენ ამ ყველაფერს ჩამორჩით სამწუხაროდ და ეს ჩვენი ბრალი არ არის. მაგრამ ნუ ახლა ვიდგავთ ფეხს
და მაქსიმუმს ვცდილობთ იმისთვის, რომ ეს გადაცემა გამოვიდეს ძალიან მაგარი. მეც კი სხვა მონაწილეებს უზიარებ ხოლმე, რომ აი შენ რო გამოხვიდე და რაღაც ჩამოფრინდეს, ან შენ რო ან ჩამოეკიდო, ან აქვემოდან ამოვარდეს რაღაც, ან შოუს ელემენტებს ვცდილობ, რომ ჩავდო ძალიან ბევრი. იმიტომ რომ მაყურებელმა ეს მიიღოს. ეკრანის ფოკუსი რა, გვინდა რომ გავაკეთოთ. დიდი მადლობა. გამარჯობა, ლიკა კოჯაევი 14 წლის. მაინტერესებს ამიკო, ფსაის როლი უფრო კარგად მოერგე თუ მაიკლ ჯექსონის? რა თქმა უნდა, ჯექსონის როლი უფრო კარგად მოვირგე. თან იყო პირველი ლაივ შოუ, პირველი გამოსვლელი ვიყავი, პირველი კონკურსანტი და ჩემთვის რთული იყო ამ ხელგადაცემა პირველს დამეწყო. ძალიან ნერვიულობდი და ეს ნერვიულობა დამეტყო კიდეც. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ზოგადად ეს პროექტი უნდა შეფასდეს როგორ. ან უნდა იყო ერთი-ერთში. უნდა გააკეთო ვინც მოგიწევს დაუშვათ ჯექსონი მომიწევ, უნდა გამეკეთებინა ჯექსონის ხმა, მოძრაობები, მიმიკები და ასე შემდეგ. ჩემზე არ არის დამოკიდებული გრიმი, ჩემზე არ არის დამოკიდებული კოსტიუმი, ჩემზე არ არის დამოკიდებული ზოგადად დადგმა, ანუ შოუს, რასაც გულისხმობ. ეხლა უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ რაღაცებს, იდეებს უზიარებთ ხოლმე ერთმანეთს. და ფსაის რაც შეეხება ძალიან რთული ენა აქვს. ხო მე მგონი მარტო ეგენა გამიჭირდა? გამიჭირდა რა პრინციპში ხო გავაკეთე. ანუ ერთ კვირაში პრაქტიკულად თუ თეორიულადაც კორეული ვისწავლე და კორეული სწავლა ეგრე მარტივი არ არის. ყოველ შემთხვევაში უფრო მოვირგე ჯექსონი. ფსაი ჩემთვის შედარებით რთული იყო, იმიტომ რომ ენა გამიჭირდა. რისი ბრალია ერთ-ერთში გადაცემაში შენი დაბალი ნიშნები? რისი ბრალია? რისი ბრალი? არ ვიცი, ჩემი გადასახედიდან რო შევხედო, მე რომ ვთქვათ, ისევ იმ დონეზე ყოფილიყავი ეკრანებზე, ისევ იმ დონეზე მემუშავა ხალხისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხისთვის არ მუშაობდი ეს პერიოდი. ანუ ისევ იმ დონით რო ყოფილიყავი ეკრანებზე, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება უფრო მეტი ქულები ყოფილიყო. ამ ეტაპზე მოვიკოჭლე, მაგ მხრივ რო ეკრანებზე არა ვარ, ამან იმოქმედა ძალიან. იმოქმედა იმან, რომ არის პირველი პროექტი ეგეთი დონის იმოქმედა იმანაც, რომ მე ამ ადამიანების პაროდია კი არა ერთ-ერთში გაკეთება მიწევს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მე ვფიქრობ, რომ იმ ადამიანს, ვინც გავაკეთე აქამდე, ერთ-ერთში გავაკეთე და ვთვლი, რომ თუ ადამიანს ერთ-ერთში აკეთებ, შენი იმპროვიზაცია იქ ზედმეტია. მიუხედავად იმისა, რომ შენი იმპროვიზაციის გამო შეიძლება მაღალი ქულა დაგიწერო. მე მირჩევნია ჩემ გაკეთებულ საქმეში ვიყო მართალი. და არ ვიბრძოლო წესების გარეშე რაღაც ქულებისთვის. თქვენ მაყურებლისთვის მე თუ მისაღები ვარ იმას, რასაც ვაკეთებ და მაყურებელი თუ თulis რომ მე სწორად ვიქცევი და კარგად ვაკეთებ რაღაცებს, ჩემთვის ეგ არის მთავარი. ჩემთვის არის მაყურებელი პირველი ჟიური, ერთადერთი ჟიური. მაყურებელი თუ თulis რომ მე ვიქცევი კარგად, ვაკეთებ ამ ყველაფერს კარგად, ესე იგი კარგად ვაკეთებ. მე ვარ სალომე ბოყუჩავა, 10 წლის. ვიცით რომ ძალიან კარგად ცეკვავ და თუ შეგიძლიათ რამე რომ გვიცეკვოთ. მოდი ის რა ვქნათ, იცი? შემდეგ კითხვა დამისვა და შენ კითხვასაც დავაკმაყოფილებ. შემდეგ კითხვას შეუძლია რომ დამისვას. თან შენ კითხვაზეც შემიძლია რომ პასუხი გავცე მოქმედებებით. გამარჯობა, სალომე თათაშვილი 11 წლის. რა შეგიძლია გააკეთო ისეთი რომ სოფლიო რეკორდი დაამყარო? აი ესე შემიძლია დაახლოებით საათნახევარი ვიტრიალო სოფლიო რეკორდს თუ ჩათვლით, იმიტომ რომ ჯექსონს საათნახევარი ესე არ გაუკეთებია. შემიძლია ესე გელაპარაკოთ კიდე რა შემიძლია რომ გავაკეთო და შემიძლია ადგილზე ვიდგე და ისეც გელაპარაკო და პასუხი გაგცე. მე მგონი ორივე კითხვა დავაკმაყოფილე. თქვენ ხართ ორი შვილის მამა და თქვენ შვილებიდან რომელი უფრო გიყვართ? ძალიან რთულია ეს. ზოგადად მე რო უსვავდი ხოლმე ადრე, სანამ შვილები მეყოლებოდა სხვა ადამიანს ამ კითხვას, მეც ეგრე ადვილი მეგონა, რომ პასუხიც მარტივი იქნებოდა, მაგრამ ძალიან რთულია. პირველი შვილი ჩემთვის იყო საოცრება, იმ მხრივ რომ მე შვილი არ მყავდა მანამდე. საბუკა რო დაიბადა, მეგონა რომ გამიხარდებოდა აქამდე. მაგრამ რო დაიბადა, საზღვარი დაიმსხვრა და სადღაც წავიდა ძალიან შორს.
ძალიან მეყვარს ჩემი პირველი შვილი და თან ბიჭი არის მამისთვის ცოტა სხვანაირი არ ვიცი ბევრი მამა სხვადასხვანაირად ფიქრობს ზოგს უნდა პირველი გოგო ზოგს ბიჭი მე ბიჭი მინდოდა და პირველი შვილი ბიჭი მყავს და მეორე შვილს რაც შეეხება გოგოს ემილი არ ვიცოდი როგორ უნდა გამხარებოდა არ ვიცი ეს არავისთან არ მithქოს მაგრამ სარკესთან რეპეტიციობდი ხოლმე რომ აი რო დაიბადება ესე გამიხარდება თუ ესე გამიხარდება თუ რაღაცა მაგრამ აი გოგო ცოტა სხვანაირია რა მამიკოსია გოგო შენ მამიკოს ხო ხარ კი ეგრე იქნება ემილის ჩემი ირაკლი გოგუაძე 14 წლის მაინტერესებს რა გახდა თქვენი რუსთავიორიდან წამოსვლის მიზეზი ძალიან ბევრი ვცდილობთ რომ მე გამოვიყენო ხო რო თავი ავარიდო რაღაც კითხოს ვერ მოგართვით რუსთავიორიდან ჩემი წამოსვლის მიზეზი ბევრი მიზეზი არის კონკრეტული ერთი არ არის მე იქ კონკრეტულ ერთ ადამიანთან რაღაც დაპირისპირება ან რაღაც ზოგადად სიტუაცია შეიქმნა ისეთი რომ მე იქ გაჩერება აღარ შემეძლო. შეიძლება ვიღაცებს შეეძლო და დარჩნენ კიდევაც. ვიღაცებს შეეძლო რომ წამოსულიყო და წამოვედით კიდევაც. ვიღაცებს შეეშინდა პოლიტიკური ვითარების გამო და ვერ წამოვიდნენ და ვუგებ ამ ადამიანებს. ბევრ ადამიანთან ახლაც მეგობრობ. და არ ვიცი ამ მიზეზი როგორ გითხრა კონკრეტული მიზეზი. რაღაც უკმაყოფილო ვიყავი ბევრი რაღაც, რაც სამსახურში უნდა გაგმაყოფილებდეს. დაწყებული ადამიანური ურთიერთობებიდან დამთავრებული მატერიალურ არ ვიცი სამსახურში ხო სამსახური იმიტომ გაქვს, რომ იქ შენი რამდენადაც დაიხარჯები, ის ანაზღაურება აიღო უკან. ეს პირველ რიგში, იმიტომ არსებობს სამსახური. მე ამ ყველაფერს ვეღებულობდი. ან აფასებდნენ სხვას უფრო მეტად, ვინც ჩემზე ნაკლებად იხარჯებოდა. იმიტომ რომ დიდი ხანი იყო იქ, ან ჩემამდე იყო, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში მე რამდენსაც ვიხარჯებოდი, იმდენი ანაზღაურება არ მქონდა. ეს ერთი. მეორე ზოგადად დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, რაც მე ვარ კონტაქტური ადამიანი. მე მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მე მიყვარს მეგობრობა და ის ყველაფერი რაც იქ ხდებოდა ჩემთვის მიუღებელი იყო. ანუ სკოლაშიც ხოლმე არ მიყვარდა ეგეთი რაღაც, ხო, აი სკოლაში ხო სწავლობ ბავშვები, ხო არის რომ აი ვიღაცები ცალკე სასტავი თუ რაღაცა ის ცალკე კლანი და მოჩხუბრები ერთად დგანან, ეს რა ქვია, სიტყვაზე სვეცკები ერთად დგანან, ტუალეტის ბოდიში ამ სიტყვისთვის 00-ის სასტავი ერთად დგას, რომ აი სურათები გადაიღოს სარკესთან. არის კიდევაც რომ აი როგორ იყოფიან ხოლმე, ეს კუთხეების მიხედვით იყოფიან ხოლმე და ეგ ძალიან მიგვირს რა, არა, ხო, ქართველი ხო ხარ ადამიანი, აი რა მნიშვნელობა აქვს სიტყვაზე ბათუმელი თუ არის ერთი ადამიანი, იქ 5 ბათუმელი მივა და იქ ერთად არიან, ქუთაისის სასტავი, სამეგრელო ცალკე, არა, მე მინდა ერთად, მე ისე ერთად ვერ დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან გამარჯობა და ესე ჩვეულებრივი ურთიერთობა კი ქონდა და ვცდილობდით რომ გვემეგობრა, მაგრამ მაინც არსებობდა რაღაც დანაყოფები, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. რაც ეხლანდელ სამსახურში მე არ ამოქვს, კმაყოფილი ვარ იმით, რომ ყველანი ერთად ვაკეთებთ ერთ საქმეს. რაც უფრო ბევრი ვიქნებით და ერთად ვიქნებით და ერთად გავაკეთებთ ერთ საქმეს, მით უფრო წარმატებული იქნება ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოვკიდებთ. თქვენც ეგრე მოიქცეთ ბავშვებო. მაინტერესებს რუსთავიორიდან წამოსვლის შემდეგ თუ იყო ზეწოლა თქვენზე პოლიტიკის. რავი, ზეწოლაში როგორი წარმოება, ფილმებში რაც გაქვს ნანახი ეგეთ ზეწოლა არ ყოფილა. არავის არ დაუჭერი ვარ და აი ცემა და არა, ეგეთი ზეწოლა არ ყოფილა. იყო რაღაცები, აი მოკითხვები, დაბარებები, შეშინებები, ამას ვიზავთ, იმას დავიჭერთ, ამას ესე ვიზავთ, ჩვეულებრივი ადამიანზე ფსიქოლოგიურად მით უმეტეს იმ მომენტში ჩემზე მოქმედებდა. არა მარტო ჩემზეა საუბარი, ჩემთან ერთად წამოვიდა ფაქოც და მჟავიაც. ამ ადამიანებზე უფრო ზეწოლა იყო იმ მომენტში, არ ვიცი, მე ზოგადად ცოტა ისეთი ტიპი ვარ რა, ანუ რაღაცების არ მეშინე. მით უმეტეს პოლიტიკასთან რო ძალიან შორს ვარ. ვერ ხვდებოდი რა შეიძლება რომ მომხდარიყო, ვერ გავითვალისწინე, რომ გამეთვალისწინებინა, მაინც გავაკეთებდი ამ ნაბიჯს გადავდგავდი. რომ აი დაუშვათ გადასვლიდან მეორე თუ მესამე დღეს მე ჩვეულებრივად დავდიოდი ქუჩაში, ჩვეულებრივად ვატარებდი საჭეს, ჩვეულებრივად მაჩერებდა პატრული და ჩვეულებრივად ან პატიობდა, ან ჯარიმას მიწერდა. ჩვეულებრივად ვცხოვრობდი. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც ადამიანები მოდიოდნენ და რაღაცებს მეუბნებოდნენ, რომ აი ვიღაცამ მოგიკითხა. იქ არ წახვიდე. იქ არ ახვიდე, კამერები გხედავს, იქ ვიღაცები არიან მანქანაში და რო ახვიდე, პრობლემა შეგექმნება. მიუხედავად იმისა, რომ მე დღემდე
პოლიტიკიდან პრობლემა არ შემქმნია. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ აპოლიტიკური ადამიანი. მე ვთვლი რომ პოლიტიკა ზოგადად არ უნდა შემოხოს. მე ვარ ხელოვანი ადამიანი და პოლიტიკისთვის საერთოდ არ მცალია რა. ეს მაგისთვის არსებობენ ადამიანები, ვინც უნდა მიხედავს ქვეყანას. თუ მიხედავენ, დიდი მადლობელი ვიქნები, თუ ვერ მიხედავენ, იარსებენ მე სხვა ადამიანები, რომლებიც მოვლენ კიდევ სათავეში და გააგრძელებენ ქვეყნის მშენებლობას. მე არ ვარ პოლიტიკოსი და ისე რაღაც რა კითხვაც დამისვი. რასაც მე არა ვარიდე თავი. არავინ არ მოსულა ჩემთან იარაღით და რაღაც დაძალებები, ანუ ესეთი წამების ხერხები არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში. ლიზი ორჯონიკიძე 10 წლის. მაინტერესებს რა უნდა მოხდეს რომ რუსთავიორში დაბრუნდე? რა უნდა მოხდეს რუსთავიორში დაბრუნდე? რა უნდა მოხდეს რომ რუსთავიორში დაბრუნდე? აი, გარი ჩემი პასუხი, რა უნდა მოხდეს რომ რუსთავიორში დაბრუნდე? ნავე არ დაბრუნდები, ანუ იცი როგორ რაღაცაა. თუ ეს გადაწყვეტილება როდესაც მივიღე, ანუ ესე იგი მე ნაბიჯი გადავდგი. უკან სიარული არ მიყვარს. უკან არსად არ დაუბრუნდები. ზოგადად ჩემი გადაწყვეტილებები, რაც თუ მივიღია ცხოვრების განმავლობაში, არცეც არ ვნანობ და ყველა ნაბიჯი გადავდგი იმის გამო, რომ ჩემს ირგვლივ ადამიანები ვინც არის მაყურებელსაც გულისხმობ, ოჯახს გულისხმობ, მეგობრებს გულისხმობ, ყველა ნაბიჯი გათვლილი მაქვს იმ კუთხით, რომ ეს ყველა ადამიანი ჩემს ირგვლივ ვინც არსებობს, იყოს ჩემით კმაყოფილი. ნუ, ბევრ ადამიანს აქვს ქონდა ის აზრები, რომ რაღაც არასწორი ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ ეს ეგრე არ არის. მე გადავდგი სწორი ნაბიჯი, იმიტომ რომ განვვითარდე თქვენთვის და გავაკეთე უფრო მეტი. ამის საშუალება არ ვიცი ვის გამო ან რის გამო არ იყო რუსთავიორში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვერ კეთდებოდა ეს ყველაფერი. ვტკეპნიდით ერთ ადგილს და არ მინდა რომ ახლა ვიღაცებზე ცუდი რაღაცები ვილაპარაკო. მე გადავდგი ეს ნაბიჯი და მე მიმაჩნია რომ ეს სწორი ნაბიჯი გადავდგი. უსმენია აი ამ სიმღერას, რომელიც ძალიან მომეწონა ბავშვებს და მღეროდი ხოლმე. დადო, არის რაღაცა ეს ჩატეხილი წელი და ქუსლებზე დგას ხოლმე და აქვს წელის მოძრაობა ეს. რუსთავიორში რამდენი გქონდათ ხელფასი და ეხლა რამდენი? გავყოფდი შუაზე 1.50 მილიონს აკეთებდი და მეორე 50 მილიონს აკეთებდი. ქუსლებზე ვდგარ ვარ, კაბა მქონია და რაღაც 10 დენიანი კოლგოტები. იმისთვის რომ ესე გულახული ხარ, პრაქტიკულად არ მაძლევ იმ საშუალებას რომ გადაცემაში ჩავერთო და ეს ძალიან კარგია. მინდა უბრალოდ შეგახსენო რომ შენ გაქვს ისევ დახმარება 3, თუმცა არც ერთი არ გამოგიყენებია და როგორც ვფიქრობ, არც აპირებ ამ დახმარების გამოყენებას. უბრალოდ ჩავერთე რომ შეგახსენო, ეს არის გადაცემა. მაიკლ ჯექსონს რამდენი წლიდან უსმენთ? მაიკლ ჯექსონს რამდენი წლიდან უსმენ? პირველად მუსიკა გავიგე, პირველად რო გავიგე მელოდია იყო მაიკლ ჯექსონის. არ ვიცი, ახლა ზუსტია, საკი შეიძლება 3 წლის ვიყავი. ცხოვრობდი მოსკოვში. გამახსენდა, ცხოვრობდი მოსკოვში. და მამაჩემის მეგობრები, მამაჩემი დისერტაციას იცავდა MGU-ში, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლომონოსოვის სახელობის. სადაც ცხოვრობდით იმ უნივერსიტეტის общежитие იყო სპეციალური, სადაც ცხოვრობდით ჩვენ, იქ ვიღაც უცხოელი ადამიანებიც იყვნენ, შეიხის შვილები და ანუ სერიოზული სასწავლებელია რა. და იყვნენ მამაჩემის მეგობრები, ზუსტად ყველა სახელი არ მახსოვს, ერთი იყო ნოშრევანი, რომელსაც ყავდა ადამიანებისგან შემდგარი რაღაც ჯგუფი, რომლებიც მღეროდნენ ქავერებს. Beatles-ის, Jackson-ის არ აქვს მნიშვნელობა, რაღაც ცნობილ მუსიკას მღეროდნენ. ცოცხლად. და ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც მე გავიგე პირველად, იყო Come Together. Jackson-ის სიმღერა, ეს არის Beatles-ის სიმღერა, ოღონდ Jackson-ს ეგ აქციები ნაყიდი აქვს სიმღერის, ანუ იდეაში უკვე Jackson-ის სიმღერად ითვლება. და მოусმინე აი ამ სიმღერას, რომელიც ძალიან მომეწონა ბავშვებს და მღეროდი ხოლმე. დადო, არის რაღაცა ეს. ნიკა ჯოხადე 12 წლის. რომელ უცხოერ მომღერალს შეასრულებდით ერთ-ერთში? Jackson-ს თავიდან არ ითვლება? გოგოს, ქალს. ვის შევასრულე? ქალს ვის შევასრულებდი? აბა გადავხედოთ მსოფლიო შოუ ბიზნესში კარგი ქალი ვინა. კი, უიტნი ჰიუსტონი კი ბატონო, შემიძლია რომ გავაკეთო. ისეთი ვინ არის? აი, ისე როგორი ქალი მინდა რომ გავაკეთო, რომ აი რაღაც. მაილი საირისი. აი, ვიანა თქვა, აი ცოტა სექსუალური ქალი. შაკირა, კი ბატონო. მაილი საირისი.
კი ბატონო, არ ვიცი, ზოგადად ქალის გაკეთება შემიძლია ძალიან კარგად, ამის პრაქტიკაც მაქვს, ანუ მიკეთებია სკეჩებში ხოლმე, ქუსლებზე ვმდგარ ვარ, კაბა მქონია და რაღაც 10 დენიანი კოლგოტები. არ ვიცი, ხო, რა, არსებობს ბევრი ადამიანი, ვისი გაკეთებაც, ან კონკრეტული არ არსებობს რა ეგეთი არის. შაკირა. მოდი თქვათ, ჩამოყალიბდეთ ერთზე, მოდი თუ ვინ მინდა რომ გავაკეთებდი ვიტნი ჰიუსტონს, იმიტომ რომ ვოკალურად ვაჩვენებდი რომ ესეც შემიძლია გავაკეთო. ბევრი მოძრაობა ვიტნი ჰიუსტონს არ ახასიათებს, ან დგას და ხო, ასე შემდეგ. და დამახასიათებელი რაც ქონდა, ერთი კიდე იმას არ გავაკეთებ ნარკოტიკების რა შეიძლება. როგორ? შაკირა იცეკვოსო. შაკირას არაფერი, შაკირას აქვს ერთი მოძრაობა, რომლითაც გახდა ცნობილი, მე მგონი, ვაიმე ძალიან კუქ, მოდი აქ დავდგები და მე მგონი ყველა დამინახავს, ხო? აქვს თავზე კონცერტი მაქვს ერთი ნახე, რომ აქვს შანდალი. ხო, აქ სანთლებიანთია და რაღაცა, იმიტომ რომ თავი არა მოძრაობს, ეს დაახლოებით აზიურ ცეკვასთან ასოცირდება მის მოძრაობები. ხელები ესე ჩატეხილი წელი და ქუსლებზე დგას ხოლმე. ნუ ეხა ქუსლები არ მოცვია და აქვს წელის მოძრაობა ესეთი. აი ესეც კი ბატონო, აჰა. მოკლედ ჩემგან კარგი ხალი გამოვიდოდა. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ესეთი გულახდილობისთვის. რაც დასასრულს უახლოვდება და ბოლოს 3 კითხვა თუ შეიძლება. ბოლოს 3 კითხვა. გამარჯობათ, მე ვარ ნინი ყიფიანი, 13 წლის. მაინტერესებს რუსთავიორში რამდენი გქონდათ ხელფასი და ეხლა რამდენი გაქვთ ხელფასი? აჰა. მიმიყვანეს მაინც რომ აი ესე თავი ავარიდო. უბრალოდ მინდა ჯერ თქვა რაღაცა და მე თავს ავარიდებ კონკრეტულ ციფრებს. ზოგადად არ არის ლამაზი. ეს არის როგორ აგიხსნა, აი შეიძლება უთხრა ჩემ მეგობარს, ცოლს ან ვიღაცას, ვინც შენთან ერთად მუშაობს, რამდენი გაქვს ხელფასი. ძალიან ისეთ თემაა რა, ანუ ეს უნდა იცოდეს მათ თანამშრომლებმა და ტელევიზიაში მომუშავე ადამიანებმა. არ არის სავალდებულო რომ ყველა მიცოდეს შენი ხელფასი, იმიტომ რომ ვიღაც თუ შეიძლება ბევრი იყოს, ვიღაც თუ შეიძლება ცოტა იყოს, ხო ხვდები, ანუ საიდუმლო თემაა რა, არ უნდა გასცე. ამას მარტო მე კი არა, ნებისმიერი ადამიანი ეგეთ კითხვაზე თავს არიდებს და ბატონო წამყვანო, ჩემგან თქვენ ერთი არიდება ამ კითხვაზე კონკრეტულ ციფრს არ დავასახელებ. მქონდა სხვათა შორის მე იმას ვიზახი რომ უკმაყოფილო არ ვიყავი კონკრეტული ციფრით რუსთავიორზე. ანუ ის ხელფასი რო კონდეს ნებისმიერ სხვა ადამიანს, ჩვეულებრივად კარგად იქნება. მე ვიყავი უკმაყოფილო შეუფასებლობის გამო. ანუ რაც მქონდა იმაზე მეტი მეკუთვნოდა იმაზე რაც მქონდა იმაზე მეტი მქონდა იმ ადამიანს ვინც ჩემ დონეზე არ იხარჯებოდა. ეს იყო უბრალოდ ჩემი გადაწყვეტილება რომ მე იქიდან წამოვედი. ანუ ხელფასი კონკრეტული რაღაც ციფრი ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. სხვა აი დიდი განსხვავება არ არის. იმაზე იმ ხელა მაქვს რამდენიც მქონდა რუსთავიორზე. უბრალოდ აქ უფრო მეტის დადება შემიძლია. ანუ თვლი რომ რუსთავიორში სათანადოდ არ გაფასებდნენ. რუსთავიორში სათანადოდ არ მაფასებდნენ. რუსთავიორში მე მუშაობდი დაახლოებით 4 პროექტზე, კარგად მახსოვს. და იმდენს ვიხარჯებოდი, რომ უფრო მეტი უნდა გაიღო ჩემს. მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ამას რა კონკრეტული ციფრი იქნება. ავიც მეტი რა კითხვა და მე რა პასუხი გაქვს. თავის არიდებაც არ გამოვიდა. თავის არიდებაც არ გამოვიდა. კონკრეტულ ციფრს არ ვასახელებ. არ გამოვიდა, ისე უკავ 3 დახმარება შენ და კითხვა არის 2 დარჩენილი. ყოველდღე ბოლო 2 კითხვა. გამარჯობა, მე ვარ გვანცან არაიძე, 9 წლის. ჩემი კითხვა 100 მილიონი რომ მოგცემთ, რას იზავდით? აი ეგრე ვიზავდი, ვაიმე. გავყოფთ შუაზე 1.50 მილიონს აქეთ დავდოდი, მეორე 50 მილიონს აქეთ დავდოდი. ესე გაბედნი. რას ვიზავთ? ბევრ რაღაცას გავაკეთებ. მანქანას კი არა, ბევრ მანქანას ვიყიდდი. არ ვიცი, აი მაგალითად რას გავაკეთებდი? არა, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის ყველასთვის გავიღებდი რაღაც კონკრეტულ თანხას, ზუსტ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არ ვიცი ვის რამდენი ჭირდება. მაგრამ აი ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ უპატრონო ბავშვებს,
ანუ დავეხმარებოდი ვინმეს, ან ვიღაცებს დავეხმარებოდი. გაჭირებულ ადამიანებს დავეხმარებოდი. გადავრიცხავდი უპატრონო ბავშვთა ფონდში, ან რაღაც არ ვიცი, ვისაც უჭირს ძალიან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, სხვადასხვა ბოლო პერიოდში სამწუხაროდ საქართველოში მომრავლდა რაღაც დაავადებები, რომლებსაც თან ხაჭირდება რომ უცხოეთში ადამიანმა იმკურნალოს, ან შეიძლება ვერ ხერხდება ის რომ სახელმწიფომ დაეხმაროს და გადაიხადოს რაღაც კონკრეტული თანხა, რომ ის ადამიანი გადარჩეს. აი 50, აი ნახევარზე რო გავყოთ 50 მილიონად, უბრალოდ დედამიწისთვის გავაკეთებდი ძალიან მაგარ საქმეს, აი 50 მილიონში რამდენი ადამიანი შეგვიძლია რომ გადაარჩინო და რამხელა მადლობა. ანი მიხელიძე 11 წლის. მაინტერესებს ბათუმი უფრო გიყვართ თუ თბილისი და რატომ? ბათუმი მიყვარს რა თქმა უნდა, იქ ბათუმელი ვარ, იქ დავიბადე და იქ გავიზარდე. და იქ ბევრი ბავშვობის მეგობრები მყავს. იქ დავამთავრე უმაღლესი, იქ მე ვსწავლობდი სკოლაში. ამიტომ მე ვთვლი რომ ბათუმი პირველ რიგში რა თქმა უნდა, მაგრამ რო იცოდეთ ადრეც კი და დღესაც მნიშვნელობა არ აქვს ამ ქალაქიდან თბილისიდან რო გავდივარ, ან საქმის გამო ან თუ გინდ ბათუმში რო ჩავდივარ ოჯახთან, ყველგან წასვლა ძალიან კარგია, საზღვრებს ვტოვებ. მაგრამ თბილისში რო ბრუნდები, აი მგონია რომ აი თბილისში რო შემოდივარ, მგონია რომ აი რაღაცა მეშვება. აი რაღაცა აღარ მაქვს რაღაცა, არ ვიცი რა გითხრა, ძალიან კარგი მაგრად გგზნობ თავს თბილისში რო შემოდივარ, მგონია რომ აი всё, ძალიან კარგი. მადლობა ამბო, საერთაშორისო მოხვედრით ჩვენთან სტუმრად, ძალიან დიდი მადლობა გუახტილობისთვის. ეხლა შეიძლება არჩევები მისცე ბავშვებს და ამით რაღაცა დამთავრდება. გადაცემა, რომელსაც ჰქვია ძალიან მაგარია. მე არჩევა შემიძლია ბავშვებო თქვენ მოგცეთ. მე პირიქით დღეს მე ვთვლი რომ ეს სწორი ის არის, რომ თქვენგან მივიღო მე რაღაც რჩევები. იმიტომ რომ თქვენ უფრო ხედავთ რა შეცდომებს უშვებთ თქვენთან შედარებით უფრო უფროსი ადამიანები, ხო? მე შემიძლია ის გითხრათ, რომ თქვენ ჯერ კიდევ ასაკით პატარები ხართ, მაგრამ ვინაიდან რადგან ცხოვრობთ საქართველოში, ტვინით ძალიან დიდები ხართ. ამ ეტაპზე მე თქვენ რაც შემიძლია გითხრათ, რომ კეთილები იყავით. არასდროს არ გააკეთოთ ბოროტება, საერთოდ აი არ გააკეთოთ არასდროს. არც იმიტომ რომ შეიძლება მოგვიწიოს ამის გაკეთება. აი ეს როგორ რაღაცა რო ატყუებ, სხვა სიტყვაზე ავიღოთ ტყუილი, ხო? ისეთი რაღაც არ უნდა მოატყუო, მაგრამ გიწევს. სიმართლე ყველაზე წარე სიმართლე ჯობია ტკბილ ტყუილს, მაგრამ გვიწევს რა ვქნათ. უნდა მოვიტყუოთ ხოლმე. მე გირჩევთ რომ არასდროს არ მოვიტყუოთ, იყოთ კეთილები, იყოთ ისეთები როგორებიც ხართ, ლამაზები, სულიერად ლამაზები. არ ვიცი, ბევრი კარგი რაღაც მინდა რომ გითხრათ და დარიგების ხრივ თუ გინდ. ბევრი მეგობარი შეიძლება ცხოვრების განმავლობაში, იმიტომ რომ მეგობარი ცხოვრებაში თქვენი საყრდენი იქნება ყოველთვის. გოგოებო დათხოვდით გამრავლება და ბიჭებო ცოლები მოიყვანეთ, იმიტომ რომ საქართველოს გამრავლება ჭირდება, ცოტანი ვართ. და კიდე რა მინდა რომ გირჩიოთ. არასდროს არ მოიტყუოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ გადაცემაში თულის გაეშე. მიყვარხართ სულ ყველა. ძალიან მაგარი გადაცემაა. იმიტომ რომ აქ მოსულ ადამიანს ტყუილის თქმა არ შეუძლია. ვერ იტყუები რა, ამდენ ბავშვს ვერ მოატყუებ. ვცდილობ რომ რაღაც კითხვიდან გამოძრე, მაგრამ იმდენ მართალ თვალს ხედავ, იმდენ კეთილ თვალს ხედავ, რომ ეს ტყუილი აი უბრალოდ ნოლი გაქვს შანსი რომ მოიტყუო. ძალიან მაგარი გადაცემას წარმატებებს ვუსურვებ. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაცემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვარ, მე ვთვლი რომ საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და ძალიან მაგარი ფერადი და კეთილი და ტყუილის გარეშე გადაცემა.